შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდო სპორტული კლუბის წევრებმა ქალაქ ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებში 5 მედალი მოიპოვეს. მედალოსანი ძიუდოისტები საქართველოში დღეს დაბრუნდნენ. ოქროს მედალი მოიპოვეს ავთანდილ ჭრიგიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა. ვერცხლის მედლები ვარლამ ლიპარტელიანმა და ნუგზარ ტატალაშვილმა, ხოლო ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა. 5 სპორტსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდო სპორტული კლუბის წევრია. ჯამში ქართველი ძიუდოისტები ევროპის გუნდური ასპარეზობის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. პირველი ევროპის თამაშები არის, ყველანაირ შევეცადე გახდარიყო ჩემპიონი, გამომივიდეს შემოწმება და ძალიან გახარებული. სამაგიერები არის საფრანგეთის ჩემპიონატი და ზედაობა საფრანგეთის ჩემპიონატი. 15 წონაში ყავი წარმოგიდგენები ძიუდოისტები 5 წონაში მედალი გავაკეთეთ, 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 მესამე 4-5 დღეში უკვე დავიწყებთ შეკრებას ბაკურიაში მოვდივართ და დავიწყეთ მომზადება სოფლიოს ძიუდო სპორტულმა კლუბმა ბაქოს ევროპულ თამაშებზე აჩვენეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შედეგი, მათ სამშობლოში ჩამოიტანეს 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. სპორტული კლუბი არის საუკეთესო ფორმაში და მე მჯერა რომ ისინი კიდევ არაერთ შედეგს აჩვენებენ თავისი ქვეყნისთვის. მე ამაყი ვარ რომ საქართველოს დროშა ფრიალებდა ამ თამაშებზე და მთელმა მსოფლიომ დაინახა რომ საქართველოს ყავს ამ ბიჭების სახით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი.